გამარჯობა, ამ ვიდეოს მიზანია თქვენი პირველი ვიზიტი ჩვენს demo account-ში უფრო მარტივი და გასაგები გავხადოთ. თავდაპირველად admin-ის mail-ზე მოწვევა, მას დაადასტურებთ და მოხვდებით ასეთ ინტერფეისში. თქვენს account-ში ასეთი გრაფიკები თავიდან არ გამოჩნდება, იმიტომ რომ მონაცემები შიგნით არ იქნება, უნდა შექმნათ. მაგრამ მოდით გადავხედოთ ახლა უკვე შევსებულ სისტემას და ვნახოთ თქვენ თვითონ როგორ შეგიძლიათ ამ ჩანაწერების შექმნა. ესე იგი, თავიდან გვაქვს home გვერდი, სადაც ანგარიშები გვაქვს გარკვეული გამოტანილი. ანგარიშებისთვის ცალკე არის analytics-ის და რეპორტების მოდული, სადაც შეგვიძლია რომ ჩვენ შეგიქნათ, თქვენ თვითონაც შექმნათ სხვადასხვა ტიპის ანგარიშები. გადავიდეთ ჩანაწერებზე. რეალურად ამ ჩანაწერების ვიზუალიზაცია ხდება ანგარიშების მოდულში. დავიწყოთ ლიდებით. ლიდებში როგორც წესი ავღრიცხავთ დაინტერესებულ ადამიანებს. შევდივართ თუ არა, ხედავთ რომ Excel-ის მაგვარი კომფორტულად აღსაქმელი ინტერფეისი არის. თუ გნებავთ, შეგიძლიათ რომ კანბანზე გადართოთ და სვეტების სახით დაინახოთ. აქვე გვაქვს ფილტრაციის საშუალება და აქვე გვაქვს სხვადასხვა თემატური სიების შექმნის საშუალება. სტრუქტურულად თქვენ თუ ნახავთ როგორ მუშაობს ერთი მოდული, იგივე პრინციპი არის ყველა სხვა მოდულში. აქ თუ გვაქვს ლიდები, გვაქვს კონტაქტები, როგორც საკონტაქტო პირები, როგორც სატელეფონო წიგნაკი, აკაუნტები, როგორც კომპანიები, დილები, როგორც აქტიური გაყიდვები და ინვოისები, როგორც ის დოკუმენტები, რომელსაც ინვოისინგის დროს უგზავნით. შევიდეთ ჩანაწერში და აქაც პრინციპი იგივე არის. როგორც აქ შევდივარ, უბრალოდ სახელს ვკლიკავ ჩანაწერში, ისე შევდივარ ნებისმიერ სხვა მოდულში. ხედავ, რომ ლიდში თემატიკიდან გამომდინარე ლიდისთვის სპეციფიური სტატუსები არის. აქვე მაქვს შემდეგი ქმედება, რომელიც შესაძლებელი მაქვს და თუ რამოდენიმე ქმედება მაქვს ჩამიშნული, რამოდენიმე იქნება. აქვე ვხედავ, რომ მაქვს პროდუქტები და ლიდთან დაკავშირებული ველები. რო გადავიდეთ account-ში, აი სტრუქტურა რო უფრო კარგად აღვიქვათ. account-ის შემთხვევაში, account-ი აერთიანებს არა მხოლოდ კომპანიის შესახებ ინფორმაციას, არამედ კომპანიის და მასთან დაკავშირებული ყველა აქტივობების. აი მაგალითად შევიდეთ ტესტერში და ვნახავთ, რომ ხედავ ამ კომპანიას უკავშირდება ორი გარიგება და სტატუსებად ხედავ, ერთი კონტაქტი, ერთი იმეილია გაგზავნილი და ორი აქტივობა არის დაკავშირებული. აქტივობა გვაქვს ორი ტიპის, ღია და დახურული. თუ ამ სექციაში ხედავთ, ესე იგი არ არის დასრულებული, თუ ქვემოთ დასრულებულია. დასრულებისათვის საკმარისია მოვნიშნოთ როგორც შესრულებული და ჩამოვარდება ქვემოთ. ყველა ჩანაწერში, ყველა მოდულში გვაქვს კომენტარის დაწერის საშუალება და ფაილის ატვირთვის საშუალება. ამ სექციაში მარტო ფაილი არა, შეგიძლიათ რომ ბმულიც ატვირთოთ. კარგი, დავუბრუნდეთ მაგალითად ლიდს რომელიმეს, მაგალითად ამას. და ნახავთ რომ რადგან კონკრეტულ ადამიანთან გვაქვს კომუნიკაცია, send email ღილაკი გვაქვს აქ, შეგიძლიათ თქვენი მეილს დააკავშიროთ, ჩვენ დაგეხმარებით ამ დაკავშირებაში, send email-ს დაკლიკავთ და ამოვარდება ასეთი სივრცე, სადაც მეილს გააგზავნოთ. შეგიძლიათ შაბლონებით შექმნათ და შაბლონურად აგზავნოთ შეტყობინებები, სადაც სახელი და სხვადასხვა მნიშვნელობები ავტომატურად ჩაჯდება. თუ გაინტერესებთ ინფორმაცია ქრონოლოგიურად რა როდის როგორ ხდებოდა, ამისათვის არის timeline. Account-ს რაც შეეხება, შეიძლება მოგიდეთ მეილის გაგზავნა, სადაც რამოდენიმე კონტაქტი გინდათ რომ მონიშნოთ, ხო? Account-იდანაც შეიძლება მეილის გაგზავნა, ამისათვის აი აქ უნდა დააკლიკოთ და მეილი უნდა გქონდეთ, ოღონდ ჯერ შიგნით ნახსენები, რომ მეილის გაგზავნის ოპცია გაგიაქტიურდეთ. ანუ აქ თუ შეიყვანთ შიგნით მეილს, აქ დაკლიკის შედეგად send email ღილაკი გამოგიჩნდება და დანარჩენი პროცესი იგივე არის. რაც შეეხება invoice-ის შემთხვევაში ჩვენ ელექტრონულად ვქნით ამ invoice-ს, მაგრამ რა თქმა უნდა კლიენტს გვინდა რომ გაუგზავნოთ PDF-ის სახით. მაგალითად აქ უკვე შევსებული მაქვს მონაცემები, პროდუქტებიც არჩეული მაქვს. ეს პროდუქტები რჩება პროდუქტების მოდულიდან. აი edit-ს რო დავაკლიკო, ნახავთ რომ საშუალება გვაქვს აქედან ავირჩიოთ პროდუქტები, აი ასე და დავამატოთ შესაბამისად აი სხვადასხვა პროდუქტები, რაც გვინდა. ვირჩევთ რაოდენობას, ვირჩევთ ფასს, თანხას, ფასდაკლებას და ასე შემდეგ, ყველა საჭირო მონაცემებს. ყველა invoice-ს აქვს თავისი სტატუსი და გაგზავნის შემთხვევაში ვკლიკავთ ისევ სამ წერტილს export to PDF, თუ გვინდა რომ ჩამოვტვირთოთ, თუ გვინდა პირდაპირ მეილზე გავაგზავნოთ, send email. Send email-ის არჩევისას ვნახავთ რომ ესე ჩაიტვირთება. სახელი იქნება ის რაც subject-ში გვწერია, აი ასე გამოიყურება ჩვენი მეილი. ამის მოდიფიცირება შეიძლება, რა თქმა უნდა, თქვენი ლოგო იქნება და თქვენი მონაცემები. შემდგომ next კლიკავთ და აი PDF-ის სახით დაეთეჩებულია საკონტაქტო პირი, ვინც არჩეულია აქ არის, subject-ი ეს არის, უბრალოდ დაწერთ მეილს და დაკლიკავთ ქვემოთ გაგზავნას.
ხო, სულ ეს არის კიდე ბევრი რამის მოყოლა და ბევრ რამეზე საუბარი შეიძლება განსაკუთრებით იმიტომ რომ ჩვენი მეთოდოლოგიითაა ეს გაკეთებული და კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით თქვენს საჭიროებებზე მორგების შემთხვევაშიც დაგვიკავშირდით და დაგეხმარებით ადაპტაციის პროცესის კომფორტულად გავლაში. გისურვებთ წარმატებებს.